მოკლედ GDS ექსპედიცია დღეს აი ამ ულამაზეს ქალაქს ესტუმრა. მცხეთას ეს არის ძველი დედაქალაქი, დამერწმუნებით იმაში, რომ ძალიან ლამაზი ქალაქია და თავისი მდიდარი ისტორიით გამოირჩევა. ძალიან ბევრი რამ უკავშირდება ქალაქ მცხეთას, თუნდაც ის, რომ საქართველოს ქრისტიანობის ისტორია სწორედ მცხეთიდან იწყება და ის დიდი სიწმინდე ქრისტიანებისთვის, რომელიც უფლისკვართია, სწორედ მცხეთაშია დაფლული. ძველი დედაქალაქის ძირითადი უბნები ახლანდელი მცხეთის მოპირდაპირე მხარეს არის ტყვის მარჯვენა სანაპიროზე. აქ იყო არმაციხე, სამეფო რეზიდენცია ახლანდელი ბაგინეთი და საპიტიახშო ერისთავთა რეზიდენცია ახლანდელი არმაზხევი. სწორედ არმაზის ხეობის გავლა მოგვიწევს დღეს და ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიულ ადგილს ნახავთ. წავით. არმაზის ხეობაში ძალიან ბევრი არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, დაახლოებით დაიწყო 1970 წელს და პირველი რაც ხდება ეს არის სამეფო აბანო. ძალიან საინტერესო განლაგება აქვს, არის ექვს განყოფილებიანი, პირველი არის გასახდელი და შემოვდივართ ცივ აბანოში, ცივი აბანოდან გადმოვდივართ თბილ აბანოში და თბილი აბანოდან ცხელ აბანოში. ასევე აქვს საცეცხლე, რომლის საშუალებითაც წყალი ცხელდებოდა და შემოდიოდა თიხის მილებში. და უკვე გამოყენებული წყალი აქედან პირდაპირ ჩაედინებოდა მტკვარში. და ასევე ამის გვერდით არის სამეფო რეზიდენცია, რომელსაც ახლა ვნახავთ. სანამ სამეფო დარბაზამდე მივალთ, აქ არის აღმოჩენილი მარანი. როგორც ამბობენ, აქ ინახავდნენ პურს და ღვინოს. აქ არის წარმოდგენილი 16 ქვევრი და რომელიც საბოლოო ჯამში 20 ტონა ღვინოს იტევდა. და აქ წერია, რომ ღვინო სავარაუდოდ საფერავის ჯიშის ყურძნის უნდა ყოფილიყო. აი ეს ის დარბაზია, რომელზეც გეუბნებოდით, ნახეთ როგორ ნათალი ქვით არის ნაშენი. აი აქ უკვე მეცნიერების აზრი ორად გაიყო. ნაწილი მეცნიერების ამტკიცებს იმას, რომ ეს იყო სამეფო დარბაზი, ოღონდ ნაწილი მეცნიერების ამბობს, რომ უბრალოდ იარაღის საცავი იყო. ეს არის ის ადგილი, რომელიც გადაჰყურებს ტყვის და არაგვის შესართავს, ხოლო აი ამ ყველაფერს გადმოჰყურებს თავს მცხეთის ჯვარი. რა საინტერესოა ხეობაში რომ მოდიხარ, არის პატარა გამოქვაბული და ზედ არის მიდგმული კიბე. ალბათ რაღაც დანიშნულება ექნება. აი ამ ხეობაში თუ მოხვდები და შენიშნავთ ამ გამოქვაბულს, რომელსაც კიბე აქვს მიდგმული, აუცილებლად უნდა ამოხვიდეთ. აქ არის წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველო გაკეთებული. აი ახლა მე მოვედი ძველი დედაქალაქის ძველუბანში, რომელსაც მეფეთუბანს ეძახდნენ. ძალიან მაგარია მეფეთუბანში რო ცხოვრობ. და ერთ-ერთმა მოსახლემ თავის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა. შემდეგ გამოიკვლია ეს აკლდამა და აღმოჩნდა, რომ ეს არის პირველი საუკუნის. ნახოთ. აი, სწორედ ამ აკლდამაზე გეუბნებოდით, ეს არის დათარიღებული. პირველი მეორე საუკუნით ორი ადამიანის ნეშთი იყო აქ, ერთი იყო პატარა ბავშვი და მეორე ქალი. სხვათა შორის ძალიან ბევრი სიმდიდრეც იყო, როგორც ამბობენ, ძალიან ბევრი ოქროს მონეტები იყო ამ აკლდამაში და ალბათ ერთ-ერთი დიდგვაროვანის აკლდამა იყო. ეს არის მცხეთის რკინიგზის სადგურიდან დაახლოებით 300 მეტრში, რო არ გაგირთულდეთ ამ აკლდამის მოგნება და რა ვიცი, შიგნიდანაც ვნახავ როგორია.
ეხლა მე თქვენთვის ვასრულებ სასიკვდილო ნომერს. წავიდა. არის. ესე იგი, ნენელა გამოუყევით უკვე ლიანდაგებს და უნდა დავადგეთ იმ რთულ გზას, რომელსაც მივყავართ არმაზის ციხისკენ. ესე იგი, თუ აქ წამოსვლელი მაინც დაბნეული იქნება და ვერ გაარკვევს საიდან უნდა ავიდეს, აქვე არის რესტორანი არმაზი. რესტორანი არმაზის პირდაპირ არის საცალფეხო ბილიკი, რომელსაც გავუყებით დაახლოებით 3 კილომეტრი. გზაზე ხვდებათ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და შემდეგ უკვე ადიხართ არმაზის ციხეზე. 1, 2, 3. რა უნდა ვთქვათ? წავედით. ისე ნენელა რთულდება მთისკენ ასასვლელი გზა. ბავშვობაში ამ გზას ძალიან მალე ავარბოდი, მაგრამ ეხლა დაუბერდი, მე მგონი, დაუბერდი. ესე იგი, ეხლა უახლოვდებით მონასტერს. აქ დიდი ძაღლებით, ეს არის პატარა ცუგუნია, რომელიც გზაში შემოხვდა. ეხლა სანამ ამას დედა მოყვა, მამა, ჯობია გავუსვა, ხო? ცუგო, რა ქვია? რა. ტანი გაიქეცი. არა, შენთან უნდა წამოსვლა. აი, როგორც გითხარით, სანამ არმაზის ციხემდე ახლავთ, აქ არის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. მამათა მონასტერი, მოდი ჩემთან. ცუგო, რომელიც თან დაგყვება სულ. ეს არის მე-12 საუკუნით თარიღდება, აქ იყო ნანგრევები და უკვე 2009 წელს აღადგინეს. აქ არის პატარა საკალმახე და არის ჩემი მეგობარი მურადა. მოკლედ, ყველა ძაღლი მურადაა, რომელიც ხვდება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მივიდე, მაგრამ ჯერ მინდა არმაზის ციხეზე ავიდე. იქ ხარაჩოლებრივი ციხეა, ძალიან მაგარი ხედებია და ჩამოვლისას თუ არ დამიღამდა, აუცილებლად შევივლი. ხო მართალი ვარ. წავიდეთ? წამოყვატროთ. აი თუ კარვებით მოგიწევთ ამოსვლა აქ და გადაწყვეტ რომ ღამე დარჩეთ, ეს არის დასაბანაკებელი ადგილი. აი პატარა ლოგინდის არის, სადაც ახლა დავისვენებ, თორე ძალიან დავიღა. კარგი ადგილი, აქვე არის წყარო, 50 მეტრში. წყალიც აქვე გაქვთ, კარავს აქვე გაშლით, ცეცხლს დაანთებთ, იმღერებთ, მერე ახლავთ ნახავთ ციხეს, მერე ჩამოვხვალთ და მერე წახვალთ სახლში. დავსველდი? ჩავსველდი. სველი იყო ჩვენი საწოლი. აი ჩვენი წყაროც და ცივილიზაციის ნიშნები. გენერატორია, რომელთაც წყალს აკაჩავებენ. რა ცივია. კარგია. ცივი რო გამომაფხიზლა ცოტა. ესე სანამ არმაზის ციხემდე ახლა ძალიან ბევრი ისეთი ცოტა ექსტრემალური ადგილია. შეგიძლიათ არ გაიაროთ ეს ადგილი, მაგრამ თუ სურვილი გაქვთ და ცოტა დაძაბულობა გიყვართ, მაშინ გაიარეთ. რაც შეიძლება ფრთხილად უნდა იყოთ. ერთი იცოდეთ, ძალიან დამღლელია ეს გზა. ეხლა ჩვენ ჩავიდეთ. აქ არის ძალიან საშიში ქვის ცვენა კლდეებია. იმედია ისე ჩავალ, რომ არაფერი არ დამიშავდება. არა, არც ისე ადვილი ყოფილა, როგორც მე მეგონა. ჩემი ჩანთაც აქ არის.
აი როგორც იქნა ამოვიდით ამ კლდოვან მთაზე, სადაც ბებერი არმაზის ციხე დახვდა და ეხლა თავი რაღაცა მე-13 საუკუნეში გვაგრძნობინა. სამწუხარო რომ ძლიერ დაზიანებული არმაზის ციხე შიგნიდანაც, გარედანაც, მაგრამ იცი რა არის? ამოდით აქ, თქვენ თავად ნახეთ. ეს არაჩვეულებრივი ბუნება, ეს ლამაზი მთები, ეს ძალიან დიდი სივრცე, რომელიც აქ არის და რა ვიცი, მე გავუზიარეთ მეგობრებს, შთაბეჭდილებები, როგორც მეგიზიარებ თქვენ. კარგად იყავით.